მადლობა მობრძანებისთვის ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან თარიღზე სასტუმრო ბოდბეს გახსნის საღამოზე სიტყვა მინდა გადავცე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. გთხოვთ მობრძანეთ. მოგესალმებით, გამოდონებო და ბატონებო, მინდა მოგილოცოთ სასტუმრო ბოდბეს გახსნა. მოხარული ვარ, რომ ძალიან მაღალი კლასის სასტუმრო შეემატა კახეთს, შეემატა ჩვენს ქვეყანას და მართლა მოსალოდნელი ამბავია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. მე მქონდა საშუალება პირადად ამეთვალიერებინა სასტუმრო არის არაჩვეულებრივი არქიტექტურა, არაჩვეულებრივი დიზაინი, ძალიან გემოვნებით არის შესრულებული ეს პროექტი, არის არაჩვეულებრივი ხედები. ყველა პირობა არის შექმნილი, არაჩვეულებრივი მომსახურება, ასევე ყველა პირობა არის შექმნილი იმისათვის, რომ საუკეთესო დღეები გაატაროს ადამიანმა ამ სასტუმროში და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები, ასეთი სასტუმროების გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიღნაღისთვის, ამ ქალაქისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი კახეთისთვის და არის ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე საერთაშორისო დონეზე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს სასტუმრო აშენდა მთლიანად ქართული ინვესტიციით, 56 მილიონი დოლარი იყო ინვესტიციის მთლიანი მოცულობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 200-მდე ადამიანი დასაქმდება ამ სასტუმროში და უმეტესობა არის ადგილობრივი მაცხოვრებელი. რა თქმა უნდა, დასაქმების ხელშეწყობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ასეთი პროექტები არის ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი. სასტუმროში არის 132 ნომერი, კვების ობიექტები, საკონფერენციო სივრცეები, დასასვენებელი სივრცეები, ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის უმაღლესი კლასის სასტუმრო, რაც შეემატა ჩვენს ქვეყანას და ამ რეგიონს. მე მინდა მადლობა გადაუხადო ფონდ ქართულს და Smart Capitals ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. ეს არ არის მარტო ბიზნეს პროექტი, ასე ვიტყოდი, ეს არის პროექტი, რომელიც ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე არის ორიენტირებული. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. მადლობა ფონდ ქართულს, Smart Capitals კიდევ ერთხელ ბატონი ანო ჩხარდიშვილი განსაკუთრებით მინდა გამოვყო და მას მადლობა მინდა გადაუხადო და მის ოჯახს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა ჩვენს ქვეყანაში სწრაფი ტემპით ვითარდება, ჩვენ ვართ ამ კუთხით მოწინავე პოზიციებზე, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ტემპით ჩვენ ვუსწრებთ ყველა ევროპულ ქვეყანას და ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტემპის შენარჩუნება და ამ კუთხით ტურიზმის განვითარებას ენიჭება ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა. ტურიზმი არის ერთ-ერთი უმთავრესი სექტორი ჩვენი ეკონომიკის და ბუნებრივია მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ტურიზმის განვითარებას. ამასთან ერთად გარდა უშუალოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური გარემოს მნიშვნელობის გარდა, რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაესვას მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, იმიტომ რომ მშვიდობის გარეშე და სტაბილურობის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერც ერთ ქვეყანაში ეკონომიკა ვერ განვითარდება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გარდა იმისა, რომ უნდა შევინარჩუნოთ სათანადო ეკონომიკური გარემო, ბიზნეს საქმიანობისთვის სათანადო გარემო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილური გარემოს შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე სტატისტიკური მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რაც ტურიზმის განვითარებას მეტყველებს. 800-ზე ნაკლები სასტუმრო იყო ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს და უკვე წელს სასტუმროების რაოდენობა დაახლოებით 2400-ში ადგენს, 23,000 სასტუმრო ადგილიდან რაოდენობა გაიზარდა 108,000 ადგილამდე, ანუ სასტუმროების რაოდენობა ამ 12 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა და სასტუმრო ადგილების რაოდენობა არის დაახლოებით 4,5-ჯერ გასწილი. 2028 წლისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, არის მიმდინარე პროექტები და ამ პერიოდისათვის 2007-მდე გაიზრდება დაახლოებით სასტუმროების რაოდენობა და 140,000 სასტუმრო ადგილი იქნება ჩვენს ქვეყანაში. სტუმართმა მსმენელობა არის ჩვენთვის არა მხოლოდ ეკონომიკის, ასე ვთქვათ, დარგი, ეს არის ჩვენი კულტურის ნაწილი და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტურიზმის განვითარება და ამ სექტორის განვითარება. ჩვენ 2028 წლისთვის ვფიქრობთ, რომ 11 მილიონს მიაღწევს ტურისტების რაოდენობა, 6,5 მილიარდამდე დაახლოებით გაიზრდება ტურიზმიდან შემოსავლები. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დამატებით ხარდაჭერა და ბუნებრივია ჩვენი მხრიდან ეს ხარდაჭერა გაგრძელდება ტურიზმის მიმართ. რაც შეეხება კახეთს, ცალკე აღებულს, კახეთს აქვს განსაკუთრებული ტურისტული
პოტენციალი და ამ პოტენციალის განვითარებას, რა თქმა უნდა, ეს პროექტის დამატებით შეუწყობს ხელს. ჩვენ ბევრ ამის გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ტურიზმი კახეთში და მკუთხით მნიშვნელოვანია მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება. უკვე გაიხსნა თბილისის საგარეჯოს დამაკავშირებელი 4-ზოლიანი ავტობანი, მომავალ წელს უკვე ბადიაურამდე მონაკვეთი გაიხსნება, ასევე 4-ზოლიანი და მოგვიანებით უკვე დასრულდება ჩალაუბნამდე მაგისტრალის მშენებლობა. ამის შემდეგ, მაგალითად, ამ სასტუმრომდე მგზავრობას თბილისიდან დაჭირდება დაახლოებით 1 საათი. ეს ბუნებრივია, ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს დამატებით კახეთში ტურიზმის განვითარებას. მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს სასტუმრო გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი სტუმრებისთვის, დასვენებისთვის, საქმიანი ვიზიტებისთვის და მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც იყავით ჩართული ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გესურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა. ახლა სიტყვა მინდა გადავცე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ შალვა პაპუაშვილს. გთხოვთ. მადლობა მოგესალმებით. მართლაც ამაღელვებელი არის ეს მომენტი, ვინაიდან ეს არის ის ხედი, რომელიც ჩემი ბავშვობის ხედია მათ შორის, როდესაც ცივგომბორის ყველაზე ლამაზი გადასახედიდან უყურებ ალაზნის ველს, უყურებ კავკასიონს. ამ ადგილას თავის დროზე იყო შენობა, რომელიც დიდი ხანი მიტოვებული იყო და მინდა მადლობა გადაუხადო ფონდ ქართულს და Smart Capital-ს იმისთვის, რომ ეს მართლაც უნიკალური პროექტი განახორციელეს და საქართველოს სტუმრებს აჩუქეს ცივგომბორის ყველაზე ლამაზი ხედი ალაზნის ველზე და ეს მე მგონი ყველასთვის ღირსშესანიშნავი ადგილი გახდება სამომავლოდ. ისაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ის განვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ბოლო წლებში აქვს, სწორედ ეს არის შედეგი იმ დათესილი მარცვლისა, რომელიც 12 წლის წინ დაითესა, როდესაც სახელმწიფომ თქვა, რომ ის მშვიდობით, საკუთარი ინტერესებით მოქმედებით და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და რუდუნებით ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს შედეგებს. ქიზიყში არის ასეთი გამონათქვამი, სიგნალის გალავანი კენჭებით არის ნაშენიო. ეს არის სიმბოლო იმის, რომ ყველა დიდი საქმე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდება და თუ კი ადამიანს დასახული აქვს მიზანი, ამ მიზანს ნელ-ნელა და საბოლოო ჯამში გარანტირებულად აღწევს. ჩვენ დღეს აქ ჩამოვედით კახეთის ახალი ავტობანით, მათ შორის რამდენიმე მონაკვეთია უკვე გახსნილი ამ ავტობანის. ჩვენ დღეს ხსნით ახალ სასტუმროს, რომელიც ასეთ უნიკალურ ადგილას არის. და ეს ყველაფერი არის ნაწილი და არის ის კენჭი, რომელიც დადებულია საქართველოს ეკონომიკური წინსვლის და კეთილდღეობის გალავანში და ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ უპირველეს ყოვლისა ამ პროექტის განმახორციელებას, ფონდ ქართულს, Smart Capital-ს, ბატონ ვანოს, ამ მართლაც უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის, აქამდე თუ ქართველები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები მოხიბლული ვიყავით სიღნაღიდან ხედით, ახლა ამ ხედს დაემატა თავად სიღნაღის ხედი და მიმატებული ალაზნის და კავკასიონის ხედი და დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ამისთვის ღირს აქ მოსვლა, რომ ეს მშვენიერება ადამიანმა თავისი თვალით ნახოს და შეიგრძნოს. დიდი მადლობა და გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, 2 სიტყვა მინდა გითხრათ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის შესახებ. ჩვენ ვართ ერთ-ერთი მონაწილე ამ პროექტის. დიდი მადლობა Smart Capital ჯგუფს ჩვენი პარტნიორობისთვის ამ პროექტში. ჩვენი კომპანია ახორციელებს მასშტაბურ ინვესტიციებს ტურიზმის განვითარების სფეროში. ვავითარებთ რა უმაღლესი კლასის სასტუმროების ქსელს, როგორც არის პარაგრაფი და ეს ლამაზი სასტუმრო ბოდვე. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოს სოფლიო ტურისტულ რუკაზე ყარად დამკვიდრებას და ვფიქრობთ, რომ ეს კარგად გამოგვივიდა ამ პროექტის შემთხვევაშიც. ეს პროექტი დაახლოებით 5 წელი გრძელდებოდა, 57 მილიონი
დოლარი დაახლოებით დაიხარჯა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ორივე კომპანიის მხრიდან. დღეს ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მაღალი კლასის სასტუმროა რეგიონში მოქმედ სასტუმროთა შორის. მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ის მომსახურების ხარისხის ამაღლებას. თავის დროზე დეველოპმენტის ფაზაში ჰქონდა სერიოზული გავლენა საბიუჯეტო შემოსავლებისთისა და დასაქმების ზრდის თვალსაზრისით რეგიონზე ამ სასტუმროს და ვფიქრობთ, რომ როდესაც თვითონ სასტუმრო გაიხსნება ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლების კუთხით თავის სიტყვას იტყვის ამ რეგიონში. მეც მინდა მადლობა გადაუხადო ყველა თანამშრომელს დაწყებული იდეის ავტორებიდან დასრულებული იმ რიგითი თანამშრომლებით, რომლებიც გუშინ და დღესაც შრომობდნენ თავდაუზოგავად იმისთვის, რომ ეს დღე შემდგარიყო. მათი მონდომების გარეშე ეს პროექტი არ გამოვიდოდა. მინდა მადლობა უთხრა ასევე პარტნიორს კიდევ ერთხელ. მადლობა მინდა უთხრა პროექტის მენეჯმენტს იმისთვის, რომ დღევანდელი სასტუმროს გახსნა შესაძლებელი გახდა ამ ასე ვთქვათ მნიშვნელოვან ძიძველ კუთხეში კახეთს, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს. ეს იყო მოკლედ რაც მინდოდა მე თქვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ვფიქრობ, რომ სასტუმრო დაუწყარი შთაბეჭდილებების შემქმნელი იქნება ყველა სტუმრისთვის, ისევე როგორც თქვენთვის დღეს. გთხოვთ მობრძანდეთ, ჩვენი კარი ღია არის. დიდი მადლობა. სიტყვა მინდა გადავცეს მათ კაპიტალ ჯგუფის წარმომადგენელს ბატონ მიხეილ ჩხარტიშვილს. დიდი მადლობა. ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით ყველას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული, რადგან მართლაც ის შედეგი, რასაც დღეს უყურებთ, არის მართლაც რაღაცა წარმოუდგენელი თავდადების და დაუღალავი შრომის რაღაცა ნაყოფი და ყველა პირველ რიგში იმ ადამიანებს მინდა მიულოცო, ვინც ამ პროექტში ენერგიად ჩადოდა. კიდევ ეს დღე თქვენ გეწყვნებათ, ესე რომ ვთქვათ და გილოცავთ კიდევ ერთხელ. რამოდენიმე სიტყვას მოგახსენებთ კონცეფციასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ სასტუმროს კონცეფციაში ასახული ყოფილიყო ყველა ის ელემენტი, ყველა ის რაღაცა საოცრებები, რაც ჩვენს ხელმარცხნივ ხდება. ადგილი ეს მართლაც საოცარი ადგილი, სავსე არის ესეთი ეს ხედები ალაზნის ველზე სიღნაღი სულ რამოდენიმე ათეული მეტრი გვაშორებს ბოდვის მონასტრიდან და ეს ერთგვარად ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ჩვენთვის, რომ მაქსიმალური სიფრთხილით აგვესახა ეს ყველაფერი ამ კონცეფციაში და პარალელურად შეგვენარჩუნებინა ის რაღაცა თანამედროვე ტენდენციები, რაც ამ ინდუსტრიაში არსებობს და რა ვიცი, ეს უკვე სტუმრების შესაძაფასებელი არის თუ რა გამოგვივიდა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ის შედეგი, რაც დაიდო, ძალიან ისეთ ღირსეულ ადგილს დაიკავებს სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში, რადგან ამ ბრენდს, ამ ქართულ ბრენდს, სრულიად ახალ ბრენდს, რაც შეიქმნა ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ესე ვფიქრობთ და მინდა რომ კიდევ ერთხელ წარმატება უსურვო ამ სასტუმროს. რამოდენიმე დეტალს მოგახსენებთ სწრაფად სასტუმროსთან დაკავშირებით. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა 134 ოთახი, 4 სხვადასხვა კატეგორიის, 11 სხვადასხვა კონცეფცია, როგორც რესტორნების კუთხით, ბარების კუთხით, სადაც ასევე ასახულია ის ქართული ელემენტები და ქართული თემატიკა, რაც გვინდოდა რომ გადმოგვეცა, ესე რომ ვთქვათ და ასევე რაც მნიშვნელოვანია და ხაზს გაუსმევდი, ძალიან ისეთი მასიური ინფრასტრუქტურა არის და შეიქმნა საკონფერენციო მიმართულებით და თქვათ ამ ტურიზმის განვითარების კუთხით და ეს ალბათ მნიშვნელოვანი შენატანი იქნება თვითონ რეგიონის განვითარების კუთხითაც და ბოლოს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს პარტნიორებს ტურიზმის განვითარების ფონდიდან, რადგან რომ არა მათი მართლაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და პირველ რიგში ინტერესი ამ პროექტის მიმართ აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ თქვათ ჩვენს მხარეს ეს მასშტაბები მიგვეღწია და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ ამისთვის, ამ მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და ვიცი, წარმატებას უსურვებ ამ წამოწყებას და გულოცავ ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული. დიდი მადლობა.